თეატრალურმა და მისმა გუნდმა იმსჯელეს ორ საკითხზე. ან გიორგი გახარიასთვის დამატებითი დრო უნდა მიეცათ, ან დღესვე უნდა გადაეცათ პროკურატურისთვის რეაგირებისთვის იმისთვის, რათა გიორგი გახარია არ მოვიდა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე და პროკურატურას უნდა დაეწყო უკვე მოეხდინა რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა წულუკიანმა გახარიას კიდევ ერთი შანსი მისცა და ახლა ექს-პრემიერს საქართველოს პარლამენტში 2 ივლისს ელოდებიან. ქართულ ოცნებას აქვს მოლოდინი, რომ 2 ივლისამდე გიორგი გახარია დაასრულებს ყველანაირ საგარეო ვიზიტს, ყველანაირ შეხვედრას და ეს არის აბსოლუტურად მაქსიმალური ვადა, რა დროსაც წესი გიორგი გახარია უკვე საქართველოში უნდა იმყოფებოდეს და მან უნდა შეძლოს დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოსვლა და ჩორჩანასთან დაკავშირებით კითხვებისთვის პასუხის გაცემა. დღეს ასევე გაირკვა თურმე რატომ არ უნდოდა ქართულ ოცნებას გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვა და რისი ეშინოდა ქართულ ოცნებას. თეატრალურს და მისი გუნდის წევრებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ შესაძლებელია გიორგი გახარიას მიემართა გარკვეული ქმედებებისთვის, მაგალითად ტექნიკურად გაეთიშა დისტანციური ჩართვის დროს სიგნალი ან მოემებიზებინა რაღაც ტექნიკური ხარვეზები, რის დროსაც ის ვეღარ შეძლებდა, რომ საგამოძიებო კომისიის კითხვებისთვის ეპასუხა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შიში და მთავარი ფაქტორი, რის გამოც გახარიას დისტანციურ ჩართვაზე უარი უთხრეს. 2 დღის წინ იგივე წარმომადგენელი უკავშირდება სამდივნოს და ეუბნება, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა დატოვა და რომ ის შესაბამისად ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჩართვა. და გაეგზავნა პასუხი კომისიის სახელით, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და დღეს ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო 12 საათზე. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რას ვაკეთებთ, ან უნდა ვუყაროთ კენჭი და ეს საკითხი გადავაგზავნოთ პროკურატურაში. ან კიდევ მივიღოთ სხვა ტიპის მიდგომა ავირჩიოთ. ონლაინ ჩართვა და რაღაცა შოუების მოწყობის საშუალება მას არ უნდა მიეცეს. ჩართვა გამორიცხულია, ჩართვა არ უნდა მოხდეს. კიდევ ერთი შანსი მივცეთ გონივრიული ვადით. თუ მე მაინც არ გააკეთებს, ეს კიდევ ერთხელ იმეთყოლებს იმაზე, რომ ის უპასუხისმგებლოდ იქცევა და უპასუხისმგებლოდ ვიც იქცევა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე, მაშინ აგოს პასუხი. შეიძლება რაღაცა ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზოს და ეხლა მე ვეღარ ჩავერთვები და ასე შემდგომ. გონივრული ვადა ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ძალიან ბევრი. 3 დღეში, 4 დღეში ჩამობრძანდეს აქ 2 საათი და მე წავიდეს სადაც უნდა. არც ის არის გამორიცხული, რომ მაგალითად გაითიშოს, ან ეს მოხდეს განზრახ. აქიდან გარბოდა და აქ იყო და აქიდან გარბოდა წავედიო და ეხა იქიდან ვერ მოახერხებს იმას, რომ უიო გაითიშა, არ გაითიშა. ვინ არის მომხრე, რომ დღესვე გადაიგზავნოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხი საქართველოს პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის. არავინ როგორ ჩანს დავიბაროთ კიდევ ერთხელ. გიორგი გახარია ქვეყნიდან სამარცხვინოდ გაიქცა, სწორედ 100 აფასებს ირაკლი კობახიძე ექს-პრემიერის საზღვარგარეთ ვიზიტებს და იმას, რომ სწორედ საზღვარგარეთ ვიზიტების გამო ვერ მოახერხა გახარიამ საქართველოს პარლამენტში მოსვლა და ჩორჩანასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის კითხვებისთვის პასუხების გაცემა. კობახიძე აცხადებს, რომ გახარია გაექცა კითხვებს და მისი თქმით ეს არასერიოზული და სამარცხვინო აქციაა. გახარია გაურბის კითხვებს პასუხის გაცემას და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმას ასე ვთქვათ დიალოგისთვის. ასე სამარცხვინოდ გაქცევა საგამოძიებო კომისიიდან არის რა თქმა უნდა, შეფასებაც არ ჭირდება ამ ყველაფერს, მას რომ კონდეს კითხვებზე პასუხები, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებდა. მანამდე იყო იგივე ფასიანის შემთხვევა, მანამდე იყო პანკისის შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია გავდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოქონდა სერიოზული ზიანი. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა, ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, ვისგან გასაგებია, ხო, Deep State-ისგან ამ შემთხვევაშიც, ხო? ამის შედეგად, კი, იმიტომ რომ ზარი იყო Deep State-ი და
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის დღეს 12 საათზე ვერ მოვიდოდა საქართველოს პარლამენტში, ვინაიდან მას ჩანიშნული ჰქონდა საგარეო ვიზიტები. ქართულმა ოცნებამ მას დრო მისცა 2 ივლისამდე და ახლა საინტერესო არის 2 ივლისამდე მოახერხებს თუ არა გიორგი გახარიას საგარეო ვიზიტების დასრულებას და ქვეყანაში დაბრუნებას და მოსვლას საქართველოს პარლამენტში, რათა თია წულუკიანს და მისი გუნდის წევრებს უპასუხოს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე. დღეს ზუსტად 2 საათზე არის ჩანიშნული ბრიფინგი ექს-პრემიერის პარტიაში და საინტერესო არის რა განცხადებას გააკეთებენ კიდევ ერთ მიცემულ შანსთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიაში.